საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ, ამ სათაურით ვრცელ სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს უძღვნის. სტატიის ავტორი მკითხველს ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს. წერს, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მთაში და ზღვაზე დასვენება ერთნაირად უყვარს. ეს არის ნამდვილი ლეგენდების მიწა, სადაც ბუნებრივი ბრწყინვალება გამორჩეულ კულტურულ მემკვიდრეობას ეპაექრება. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის უწყვეტი წარმოების 8000-ლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნოლოგიით. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ყველაფერი კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის შედეგია, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს ამჯერად საფრანგეთში მართავს. ფრანგები კი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უკვე პარიზსა და ლიონის ცენტრალურ ქუჩებში მოძრავ ბანერებზე ეცნობიან. გვაქვს, რა თქმა უნდა, road show-ები, B2B შეხვედრები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რითაც მოგზაურებს მოუწოდებთ, რომ საქართველოს წელს აარჩიონ მოგზაურობის ადგილად. სანამ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან, საქართველოში სტუმრების მისაღებად ემზადებიან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მარკეტინგული კამპანიები მოგზაურთა ნაკადს ზრდის, რაც კერძო სექტორზე დადებითად აისახება. გვაქვს კარგი ჯავშნები სისტემებში, ვფიქრობ, მოიმატა ევროპის ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა ფრენების გამო. ნებისმიერი მარკეტინგული კამპანია, რაც ქვეყნის ცნობადობას ზრდის და ხელს უწყობს, თავისთავად კერძო სექტორზე აისახება. ამ შემთხვევაში, როგორც კი მიმართულება ხდება პოპულარული, რესტორნებია, სასტუმროები თუ ტურისტული კომპანიები, თავისთავად მოთხოვნაც მათი მომსახურების მიმართ იზრდება. საქართველოს მიმართ ინტერესი რომ გაზრდილია, ამას სასტუმროებში ჯავშნების დიდი რაოდენობაც ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაში თუ ზღვაზე ცხელი ტურისტული სეზონი იწყება.